თუ საუბრობთ იმაზე, რომ თქვა მაგალითად რა არსებობს ჯადოშნური შამპუნი, რომელიც თმას ამოგვიყვანს, ესეთი შამპუნი არ არსებობს სამწუხაროდ. თუ შემცირებს ისევ იმ გზით, თუ კი დერმატოლოგიური პრობლემა არსებობს, მიზანმიმართულად ამ დერმატოლოგიური პრობლემის სამართავი შამპუნი და მაგალითად იგივე კეტოკონაზოლი არის აქტიური ნივთიერება, არის სელენის დისულფიდი, ციკლოპიროქსი, პიროქტოლამინი, ნივთიერებები, რომელიც მაგალითად სკალპზე კოლონიზებული ბაქტერიების რაოდენობას ამცირებს, სოკოს რაოდენობას ამცირებს და ამით ანთების დონეს ამცირებს. ასე ფოლიკულიტის განვითარებას, აი თუთის პირითიონა ასევე. ასეთი შამპუნები არის კონკრეტულად სამკურნალო შამპუნები და მათ როლი აკისრიათ მისცემის მკურნალობაში, სებორიის მკურნალობაში. თუმცა აქტიური რაღაცა მცენარეების შემცველი შამპუნები ვერ შეგვიჩერებს თმისცვენას. შეიძლება დროში დაემთხვეს, ხანდახან არის ხოლმე, იცით, ხშირად პაციენტი ამბობს, დავიწყე შამპუნი და მცვენა რაღაცა 2-3 თვეში გამიჩერდა. ამ დროს არსებობს ტელოგენური თმისცვენები, რომელიც თუ კი სტრეს ფაქტორი, გამომწვევი ფაქტორი შეწყდა აღარ მუშაობს, ისედაც ჩერდება 2-3 თვეში და ხშირად სხვადასხვა რაღაცებს უკავშირებს ხოლმე, აი თქვათ რაღაც ადგილობრივი ტონიკი დაიწყო, ან დაიწყო რაღაცა შამპუნი და ამას დაუკავშირათ მისცვენის გაჩერება. და ეს true marketing-მა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, როცა აწერიათ მისცვენის საწინააღმდეგო დერმატოლოგიურად ტესტირებული, კლინიკურად გამოცდილი, ან Amazon-ზე 4 და 9 აქ 5-დან შეფასება, ეს არის მაინც დერმატოლოგთან, შესაბამის სპეციალისტთან ერთად ღირს რომელიმე შამპუნისთან იმის. იმიტომ რომ წეგანაც აი სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მაგას ვანახე ერთი ჩვენი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი პროდუქტის ფოტო, რომელსაც ეწერა, ხო ეგ ეწერა და DHT ბლოკატორი და როდესაც გოგრა თუ რაღაცა თუ რა იყო ხო რაღაცა ეგეთი მცენარე, ანუ არავით არ იგენს კლინიკური მტკიცებულება, რომ მას შეეძლოს რამე ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ესე არა გვაქვს, მაგრამ ისეთი მიმზიდველია ესეთი რეკლამები ხოლმე, ამიტომ ჯობია რომ პროფესიონალებს დავეკითხოთ აზრი, სანამ ჩვენით თანხას გადავიხდით რაღაცა პროდუქტის გამოყენებას დავიწყებთ იმ მიზნით, რა მიზნითაც თორე ხა ისე ვისაც რა უნდა იმას გამოიყენებს თავის ცხადია.